თქვენ ბრძანდებით ერთადერთი კაცი საქართველოში, რომელმაც მეგრული ენა გაიტანეთ რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. დიახ, მართალბრძანებით. ეს მოხდა 74-დან 79 წლამდე. 6 წელს დამეჭერეს. აი როგორ მოგივიდათ იდეა, რომ საიდან დაგებადათ ეს აზრი, რომ მეგრული გესწავლებიდათ ნაცვლად ინგლისური ენისა. როგორ იყო ეძეთ? მე გაჭირებული კაცი ვიყავი, ოჯახო გყავდა ალბათ. იძულებული გახდა რომ დასულიყა სამინო ხელფასი გაიგე გომატყოფილიყო და მირჩიეს რომ მე შეიძლება მარტო მაგადანის მხარეს. იქ გავიცანია ყოფილი პირველი მდივანი გომონოვი ვასილი ივანიჩი. და ემან მოსხები ქართველები ძალიან მიყვარს პატივისცემზე და ხვალე მოდი ჩემთან დაგეხმარები რა შეძგინდაო. მეც მივედი მეორედეს. რა არ შემთავაზა სამუშაო მე ყველაფერზე ვარი უთხარი. მე მითხრე უცხოენა თუ იცი. კი როგორ ავიცინები? მაშინ წადიო სახში საქართველოში ფული აგერ 5000 მეტი მომცა. რამდენიც გინდა თქვენ დაუტიეთ ოჯახობას და მე მოგზანდითო და ოღონდ მომდანიო ჭაჭა, ხილი, ჩურჩხელები, ასეთები, ხურმა, განხმარი. ჩამოვიდე, ხა მე უკვე მოვდიოდი მაგადანიდან. საფრენი არის 9 საათი. და ხა წარმოვიდგენთ რომ მე 5000 მეტი ფული იყო მაშინ. ჯიბეში მაქვს და ვიფიქრე ახლა თამაზი მოხი. მაგრამ კაცმა რომ მithქვენ ქართველები ძალიან მიყვარდა პატივცემო. მაშინ გადამიბრუნდა ჭკუა. გადამიბრუნდა ჭკუა, ჩამოვედი მოსკოვში და უნივერსიტეტში ვიღიდე მასწავლებლის დიპლომი. ეს ხილი ყველაფერი რაც საჭირო იყო ბაზარში ვიყიდე. მაშინ სულ უგონი 42 კაპიკი ჟირდა ბაზარში, მაღაზიაში. ეს ყველაფერი შევიძინე და დაბრუნდი უკან. ჩახოდი. კი, დაბრუნდი უკან. ეხლა ვფიქრობ, რამანდა მე ინგლისური შევასწავლო. ჩემი ენა სხვაზე ნაკლები რითია მეთქი. და მომივიდა უზა. მამაჩემი მუშაობდა პოსტის უფროსად ფოთში. დეველოპერები და უთხარი, ასე და ასე სასწრაფოდ ჭირდება მე უთხარი გოგებაშვილის ანბანი. რა გინდაო გოგებაშვილის ახანი აგისწავლე და ეხანი ადგინა ჩუკოტკაში. და მე გამომიგზავნეს და მე-7 დღეს უკვე დავაწყებიე ქართული ანბანის შესწავლა ბავშვებს. შევასწავლე ეს ქართული ანბანი და მე უკვე მეგრული წარმოთქმა. მუჯოხო ასე, მაგრამ გევიდე ერთი 5-6 თვე და გავხედე უკვე ლაპარაკობ თავისუფლად მეგრულად. მე უკვე მიხარია. მე-6 წელია უკვე გამოვიდა მე-5, მე-6, მე-7 კლასი, მე-10 კლასი მყავდა. გამოსაშვები კლასი. გამოსაშვები და ერთი ნინაკა იყო გვარად. ეს როგორ ჩვილი ისე მიყვარდა. და სანადიოდ ვიყავი დასული და დავუბრუნდი. მithქვენ არა შევეკითხე ხლა ბავშვებს, მეგრულად შევეკითხე. სწორედ კი ნინაკაი მათ უც. მას ნინაკაი მიდართუ, სომიდართუ მათ. მიდართუა გურაფუშავა მოსკოვში დამარტყა თავში ფეხებში გამივიდა. იდეა შესაძლებლად მოსკოვში. მოსკოვში უნივერსიტეტი ლომონოსოვის. ეხლა ვფიქრობ თუ ვაიმე თუ მაგან მართლა უცხოენა გამოიტანა. თუ რამე სხვა დარგი არ მოაჩინა, მაშინ ხო გადავჭი. ჩასულა ეს ნინაკაი. და ეუნებიან ახლა რა ენა იცოდა ინგლისური ვიციოდა. მოგონეს ლექტორი ინგლისურის. ამან დაუწყო ინგლისურად ლაპარაკი, ეს უყურებს ვერ გაიგო ვერაფერი. ამან მეგრულად მისწყო. ახლა აუდიტორიდან გამოდის ეს ინგლისურის ლექტორი ეუნება. რა ენაზე ლაპარაკობს არ ვიცი. ასეთი ინგლისური არ მომწმენია და არ ვიცი. ეხლა შევიდა ესა ფრანგულად და ეს მეგრულად ელაპარაკება. და ბოლოს ახლა გავხედეთ და რაინა კაცოში ვერ გაიგო. მე ჩინურიც მონახეს, ყველა მონახეს ესენი და ვერ გაიგო რაინა იყო და მე ახლა უთქვი მოდი კაც არტესტატი ნახოთ. არტესტატი ხო ვატერ ხელს და ეკანა აწერია მაგადანსკი ობლასტ ბილიბინსკი რაიონ საფოსტო ლოგი. პირველი ინტერნეტი. მასალებელი უცხოენა ინგლისური მასალებელი თამაზი ნოდია. და მე დამიჭერს ვაწელი მომწეს ბაგის გულისთვის.